გავლენა აქვს ქირონს და პრაქტიკულ ასტროლოგიაში მე მაგალითად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ზოგჯერ იმდენად მნიშვნელოვან კომბინაციაში არის ისეთ საინტერესო მდებარეობაში შეიძლება იყოს და გავლენა ქონდეს როგორც ფსიქოლოგიურ დონეზე, ასევე ცხოვრებისეულად ქირონი თუ არის ან შეერთებებში, ან მნიშვნელოვან ასპექტებს აკეთებს, აი ეს უკვე ცხოვრებისეულ გავლენას აძლევს სერიოზულს ადამიანს და რა გავლენას? მაგალითად, ქირონი ჩვენთან ესეთ სიმბოლურად ეს არის ორბუნებიანობა, ეს არის გამრავლება ენერგიების, მაგალითად ორბუნებიანობა, რას ნიშნავს ხომ, რომ როდესაც ქირონი აქტიური არის ჩვენთან რუკაში, ხო, აი შემოსულია პლანეტასთან, ადამიანს აქვს აი მზესთან რო ავიღოთ ქირონი მზის შეერთება, ხო? ეს შეიძლება იყოს ადამიანი უკვე არა კლასიკური ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი მზის გამოხატულება, არამედ შეუძლია აი მოერგოს სხვადასხვა გარემოს ძალიან მარტივად, ხო? ანუ ყველა მხრიდან შეხედოს მაგალითად სიტუაციებს ყველას მოერგოს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომელ სახლში ყავს ქირონი და რომელ ნიშანში, იმიტომ რომ ეს იძლევა ჭრილობებს. ყველაზე მთავარი ქირონის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ადამიანს ფარულად შეიძლება საერთოდ რო არა გაცნობიერებული, მაგრამ რა შიშები, რა ტრამვები აქვს. აი შინაგანი მიკროტრამვას რო ვიძახით, ეს არ არის მთვარის ტრამვა, მაგალითად, როცა შიდა ემოციურ ასე მშობლებთან დაკავშირებული შეიძლება იყოს ან მზის ტრამვა, ქირონი იძლევა აი პირდაპირ ვთქვათ ჭრილობას, რომელიც გვტკივა და ჩვენ თავს ამითი ვერ ვკურნავთ. თვითონ აი სიტყვაც მკურნალი ეს ქირონთან არის ყოველთვის დაკავშირებული, მას სურს რომ უმკურნალოს თავის ჭრილობას, ვერ მკურნალობს და სხვას მკურნალობს ამითი ძალიან კარგად. მაგალითისთვის რო გითხრათ სახლებში განსაკუთრებით ხო, ქირონი იძლევა როგორც გაორებას, მაგალითად აი მეხუთე სახლი რო ავიღოთ, ეხლა ეს არის სხვა ჰობი. მაგალითად ადამიანს თან რბოლა უყვარდეს და თან კულინარიან, თან შეუთავსებელი ენერგიები შეიძლება ადამიანს მოწონდეს. ორი სხვადასხვა შეყარებული ყავდეს მაგალითად ხო? ან ბევრი შვილიც, ანუ ამრავლებს ქირონი ესეთ პრაქტიკული ასტროლოგიით რო ვთქვათ, მაგრამ ამავე დროს ეს არის თვითგამოხატვის ჭრილობა თითქოს, აი შიში, შინაგანი თვითგამოხატვის, სიყვარულში ტრამვა შეიძლება იყოს, ტკივილი მუდმივი, ხო? ანუ ეს არის ფსიქოლოგიურ დონეზე ტკივილის ენერგია და რომელ სახლშიც ხდება და რომელ ნიშანშიც და რა ასპექტებშიც აქვს, აქ უკვე ადამიანს ჩვენ ვხედავთ რა ჭრილობები აქვს და როგორ შეიძლება მაგალითად ასევე მკურნალობდეს სხვებს. შეგიძლიათ ნახოთ, თქვენი ქირონი აქ ნახავთ ფარულ შიშებს, ფარულ ტრამვებს, ფარულ ჭრილობებს, მოდით ესე ვთქვათ, პირდაპირ ჭრილობა არის ეს ადამიანის სულში.